გიორგი, რომ გითხრათ, რა საფრთხეს ხედავთ იმაში, რა საფრთხე შეიძლება შეექმნას პრეზიდენტის ინსტიტუტს, იმიტომ რომ ერთის მხრივ ჩვენ გვყავს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი, რომელიც მისაღები არის დასავლური სამყაროსთვის და ახლა უკვე გვეყოლება ახალი პრეზიდენტი მიშა ყაველაშვილის სახით. არ გვეყოლება, რადგანაც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი არ იქნება ლეგიტიმური და შესაბამისად კონსტიტუციით ლეგიტიმური იქნება სალომე ზურაბიშვილი მანამ სანამ გვეყოლება ახალი პარლამენტი და ახალი ლეგიტიმური პრეზიდენტი. საფრთხე იმაში არის, რომ ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი აუქმებს ბოლო კონსტიტუციურ ორგანოს, ეს არის პრეზიდენტის დამოუკიდებელი ორგანო. ეს არის კლასიკური სახელმწიფოს მიტაცების სცენარი, რასაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი აკეთებს და შესაბამისად მას უნდა პრაქტიკულად სახელმწიფოს გაუქმება ამ პირობებში. სწორედ ამიტომ ის ხალხი, რომელიც ახლა ამ დანაშაულში მონაწილეობს ჩვენი კონსტიტუციის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა პასუხისგებელი არიან იმაში, რასაც ჩვენ დღეს ხედავთ ქვეყანაში, ხო? ხალხისგან მიტაცება კონსტიტუციური ძალაუფლების. მათ შორის სალომე ზურაბიშვილი აი ამ კენჭისყრის დაწყებამდე იმყოფებოდა სწორედ რუსთაველის გამზირზე. ერთგვარად სიმბოლურად მოვიდა ის აქ. რა შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ ხედავთ მოვლენების განვითარებას, თქვენ არ აღიარებთ და ხალხიც არ აღიარებს ყაველაშვილის ლეგიტიმაციას ისევ? ქალბატონი პრეზიდენტის გამოჩენა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ არსად არ მიდის და რჩება ჩვენს გვერდით და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ეხლა არის ჩვენი გასაკეთებელი, ჩვენ უნდა დავიცვათ საქართველოს პრეზიდენტი, მათ შორის თუ საჭირო იქნება ფიზიკურად. და რა თქმა უნდა ხალხი უნდა იყოს ერთიანი, მაგრამ ამავდროულად გუშინ ის გაშლილი დეცენტრალიზებული პროტესტი, რომელიც კიდევ უფრო დღის მასშტაბზე გაიფართოვდა, უნდა ვთქვათ, რომ აუცილებელია ეს პროტესტი გაგრძელდეს, სანამ ჩვენი მოთხოვნები იქნება დაკმაყოფილებული. ძალიან დიდი მადლობა.